2 წლის წინ დიდი აღრთოვანება იყო, რომ როგორც იქნა გამოვიდა წამალი და ყველანი ძალიან ისე ვიყავით დადებითად განწყობილი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ისეთი ეფექტური არ არის და ფასი არის ასტრონომიული, ამიტომ კლინიკურ პრაქტიკაში დაანერგოა ვერ პოვა ამ წამალმა რა. თანაც, ეხლა როგორ იყო, იცით, FDA არის ამერიკის სააგენტო, რომელიც წამლებს უკეთებს აპრობირებას, ასე ვთქვათ და იშვიათია ესეთი მოვლენა, რომ გაატარეს რეგისტრაციაში წამალი, რომელსაც მესამე ფაზის გამოსავლის კლინიკური ერთეული არ ქონდა დადებითი. 2 კლინიკური გამოკვლევიდან აიღეს ბიომარკერები, ეგრეთ წოდებული, შეაჯამეს ეს 2 გამოკვლევა და ამის საფუძველზე მიცეს აპრობირება ამ წამალს. ჯერ ერთი ფასი იყო ასტრონომიული და მეორეს ერთი ეფექტურობა არ იყო და გვერდითი მოვლენები ძალიან ძლიერი. ასე რომ ჩვენ მაგალითად ჩვენს კლინიკაში არც გაგვიკეთებია, იმიტომ რომ შესაძ გავარჩიეთ, ვთქვით, რომ არა, საკმარისი არ არის სარწმუნო ისა ფაქტები ამის შესახებ კლინიკური გამოკვლევებიდან და ამიტომ კიდევ კარგი რომ მიმდინარეობა გაგრძელდა და აი ახლა რამდენიმე თვის წინ გაუკეთეს აპრობირება მეორე პრეპარატს ლიკემბი ქვია. ანალოგიური მოქმედება აქვს, ესენი არიან ეგრეთ წოდებული ანტისხეულები იმ ცილის წინააღმდეგ, რომელიც სავარაუდოდ იწვევს ალცჰაიმერის დაავადებას. ამას ქვია ბეტა-ამილოიდურ პროტეინი და ამ ცილას ანტისხეულები, ასე ვთქვათ, ებრძვის. იგივე პრინციპია მიდგომი, სრულიად უბრალოდ სხვანაირი ანტისხეული და აღმოჩნდა, რომ ბევრად უკეთესია მონაცემები. მესამე ფაზის კლინიკური გამოცდა დადებითია, ბიომარკერები დადებითია და ფასიც შედარებით თუ იმის ფასი იყო 26500 დაახლოებით თუ არ ვცდები თვის განმავლობაში, აქ არის 26500 წლის განმავლობაში, ასე რომ მიღწევადი. პრობლემა რა არის? პრობლემა არის დიაგნოსტიკა, ისევ და ისევ. და დიაგნოსტიკა სჭირდება წამლის გამოსაყენებლად დიაგნოზი აუცილებლად უნდა იყოს დადასტურებული, დიახ. ეხლა 100%-იანი დიაგნოზი სამწუხაროდ ჯერჯერობით ბიოპსიის გარდა არ აქვს, ბიოპსიაა მარტო 100%-იანი, მაგრამ ყველაზე ერთ-ერთი კარგი მეთოდი არის ეგრეთ წოდებული პოზიტრონული ემისიური ტომოგრაფია, სპეციალური ეგრეთ წოდებული ტრეისერით ამილოიდის აღმოსაჩენად. საკმაოდ ძვირი ტესტია და სახელმწიფო დაზღვევა არ იხდეს, რომელსაც Medicare ქვია, რომელიც 65 წლის შემდეგ არის და სახელმწიფო იხდის ამ ტესტებს და ეხლა მიდის დებატები, რა ვქნათ? რა არის ალტერნატივა? ალტერნატივა არის თავზურტყვინის სითხის აღება, რომელიც არ არის ძალიან ეხლა დიდი რთული ტესტი არ არის, მაგრამ არ სიამოვნეთ პაციენტებს ესა მაინც და მაინც ხანდახან უარს ამბობენ და როგორც იქნა იმ ნივთიერებებს, რასაც ვეძებდით თავზურტყვინის სითხეში, შეიძლება სისხლში მოიძებნოს და ისევ FDA-მ გაუკეთა ეპრუვალი უკვე სისხლის ანალიზს ამისათვის და რამდენიმე ლაბორატორიამ უკვე ჩართო თავის იმაში ქსელში და არის ამის საშუალება. ეხლა შეიძლება მკითხოთ, რომ მარტო სისხლის საფუძველზე შეიძლება ამის დიაგნოზი დასვა, მაინც არა რა, უნდა იყოს კლინიკური პროფილი, ყველაზე უფრო ხშირად რაც არის მეხსიერების დაქვეითება, მაინც საჭიროა მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია, სადაც ატროფია უნდა იყოს, თქვათ კლასიკურ შემთხვევაში საფეთქლის წილის და თუ ეს 2 კლინიკური მომაცემი არის უკვე და თქვათ სისხლის ანალიზის ემთხვევა ამას, ალბათ წავალთ მაგ მიმართულებით, მაგრამ აი მარტო სისხლის ანალიზი საკმარისი არ არის, იმიტომ რომ არის შემთხვევები, ეს თავზურტყვინის სითხე იქნება თუ პოზიტრონული ემისიური ტომოგრაფია, როდესაც ცვლილებები არის, მაგრამ არ ემართება დემენცია ადამიანს. ასე რომ ეს ის არის, რა ქვია, კომბინირებული დიაგნოზია კლინიკურის და კლინიკური, ლაბორატორიული და ნეიროგამოსახვითი. ასე ვთქვათ, ეტაპს სტადიას არ აქვს მნიშვნელობა მედიკამენტის დასაწყისში. ძალიან კაი შეკითხვაა, გადასარევი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი მიზანია ახლა და ამ წამლისაც, რომ რაც შეიძლება პროგრესირება შევაჩეროთ. ეს წამალი რას აკეთებს? დაახლოებით 30%-ით ამცირებს პროგრესირებას ეგრეთ წოდებული მსუბუქი კოგნიტიური დისფუნქციიდან დემენციამდე. ერთი. ან მსუბუქი დემენციიდან, ძალიან მსუბუქი დემენციიდან უფრო გართულებულ, ჩამოყალიბებულ დემენციამდე ეს არის ზუსტად ისა და ამიტომ აქვს ამას დიდი მნიშვნელობა, რომ ადრეულ ფაზაში შევძლოთ ჩვენ, ჯერჯერობით ვერ ვყინავთ ამას, ასე ვთქვათ, რომ აი გავაჩეროთ პროცესი, მაგრამ 30% დაკლება უკვე საკმაოდ დიდი პროგრესია. რა თქმა უნდა, ადვილი პრეპარატი არ არის, გადასხმა არის ესა ინტრავენური, თვეში ერთხელ კეთდება, საკმაოდ გართულებებიც აქვს ხანდახან, მაგრამ
ბევრად უფრო მეტი შედეგები აქვს ვიდრე გართულებები, ასე ვთქვათ რა. ბოლო წლებში, აი მაგალითად საქართველოში ბოლო წლებში უფრო აქტიურად საუბრობენ ალცჰაიმერის დაავადებაზე. მანამდე უბრალოდ ვერ ხვდებოდნენ ეს რა იყო, არამედიკოსები და სხვა სახელებსაც ეძახდნენ ხოლმე, მაგრამ ბოლო დროს რაც უკვე ალცჰაიმერის დაავადებაზე დაიწყეს საუბარი არის იმაზეც, რომ ვიღაცებს შეუძლიათ თქვათ თუ იციან რომ გენეტიკურად აქვთ ეს დაავადება, გაიკეთონ ტესტი გენეტიკური და არსებობს როგორც ვიცი ალცჰაიმერის გენეტიკური წინასწარ განწყობის ტესტი. რამდენად სანდოა ეს და რამდენად მიზანშეწონილია მაგის გაკეთება? მაგალითად გაიგე რომ გაქვს გენეტიკაში ტესტი, რა პრევენციული ზომები შეიძლება მიიღო? ძალიან საინტერესო შეკითხვაა. ეხლა ალცჰაიმერის დაავადება განსხვავდება, ვთქვათ, არის ასეთი დაავადება, ჰანტინგტონის დაავადება, რომელიც გენით ცნობილია და რომლის ანალიზი შეიძლება გაიკეთო, თუ ოჯახური ისტორია არსებობს, რა თქმა უნდა, გაიკეთოს პაციენტმა და ის დანამდვილებით გეტყვის, რომ დაგემართება თუ არ დაგემართება ჰანტინგტონის დაავადება. ალცჰაიმერის დაავადების შემთხვევაში ასეთი ტესტი არ გვაქვს, ფაქტიურად არ გვაქვს. ახლა არის ეგრეთ წოდებული ადრეული ალცჰაიმერის დაავადება, რომელიც გენეტიკურია, რომელიც იწყება სადღაც 50-იან წლებში, ასაკში და მაგ დროს აზრი აქვს, რომ ეგრეთ წოდებული აპოლიპოპროტეინ E4-ის ანალიზი გაკეთდეს თქვა და კიდე ერთი დასაბუთებაა თუ ოჯახური ისტორია არსებობს ადრეული ალცჰაიმერის დაავადების. ნუ ისევ და ისევ ჯერჯერობით ამისი დასაბუთებული გენი არ არსებობს და დასაბუთებული ტესტი მარტივი რო ვთქვათ რომ ეს 100%-იან იქნება ალცჰაიმერის დაავადება არ არსებობს. ხა როგორც ვახსენე აპოლიპოპროტეინ E4-ის ვარიანტში რისკი მაღალია და ოჯახური ისტორია თუ არსებობს, ნუ 50%-ზე მეტია რისკი ამისი. მაგრამ წინასწარ გაკეთებას და პრევენციას ამის საფუძველზე ჯერჯერობით კლინიკური დასაბუთებული აზრი ალბათ არ აქვს. გადავიდეთ ვისაუბროთ ინსულტზე. კი ბატონო. ეს არის მეორე თემა, ძალიან ისეთი პრობლემური, მით უმეტეს საქართველოსთვის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება ამ დიაგნოზით საქართველოში, თუმცა როგორც ვიცი, ბოლო წლებში ძალიან ბევრი აღმოჩენა ამ კუთხით და რაღაცა მიდგომები შეიცვალა. საქართველოს შეიცვალა თუ არა პრაქტიკა და რა სიახლეებია ამ მხრივ? კი ბატონო, საქართველოში შეიცვალა, მთელ მსოფლიოში შეიცვალა, ნუ ეს რევოლუცია ეგრეთ წოდებული მწვავე მძიმე ინსულტის კურნალობა სადღაც 2015 წლიდან 16 წლიდან დაიწყო დასავლეთის ქვეყნებში. ნუ რა არის ეს? ეს არის ფაქტიურად თრომბის გამოღება, მსხვილი სისხლძარღვიდან, რომელიც იწვევს ძალიან მძიმე ინსულტს და ეს ადამიანები თუ წარმატებით ჩატარდა პროცედურა, შანსი არის 50%-ზე პლუს მინუს მეტი, რომ მთლიანად აღუდგეთ დაკარგული ფუნქციები. ეს უდიდესი გარღვევა იყო და საქართველოშიც დაწყებულია ამაზე მუშაობა სერიოზული. თბილისში უკვე რამდენიმე სპეციალისტია, რომელიც ამას აკეთებს და რამდენიმე ცენტრია, ასე რომ თბილისში მეტნაკლებად პრობლემა აღარ არის და ეს კეთდება. ეხლა მთავარია ეს პრინციპი, რომ რაც შეიძლება რეგიონებშიც მოხდეს ამისი ორგანიზაცია. ანუ რეგიონებში ეხლა შეუძლებელია ყველა იმაში რაიონში რო იყოს ეს თქვათ ერთი სპეციალისტი. ამიტომ ძირითადად იქნება ტრანსპორტირება. ნუ ტრანსპორტირება უნდა იყოს სწრაფი, შერჩეული უნდა იყოს კარგად პაციენტები და ნუ თქვათ რამდენიმე დიდი ცენტრი უნდა გაკეთდეს. ნუ ქუთაისში არის უკვე რაც კარგია. ნუ ქუთაისი დასავლეთ საქართველოს მეტნაკლებად, ნუ სადღაც 1 საათი, საათნახევარის მანძილზე შესაძლებელია მიყვანა ბათუმში. როგორც ვიცი, ბათუმშიც არის ეს ცენტრი და ნუ უნდა შევძლოთ ლოჯისტიკურად აი ამის ისე გავრცელება, რომ რაც შეიძლება დიდ პროცენტს ფარავდეს მოსახლეობის. ნუ კიდე ეს რაზე იყო დაფუძნებული, იცით, მწვავე ინსულტის დროს არის ეგრეთ წოდებული პენამბრა ქვია ეს ბერძნული სიტყვა, გადარჩენადი ნერვული ქსოვილი და აუცილებელი იყო ამის ნახვა კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე ან მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიაზე სპეციალური პერფუზიული სკენის საშუალებით. საკმაოდ ძვირია ეს სკენირება და ნუ ყველგან არ არის ხელმისაწვდომი. ეხლა უკანასკნელი გამოკვლევებით დადგინდა, რომ არ არის აუცილებელი, რომ გადარჩენადი ქსოვილი დიდი იყოს, ანუ დიდი ჩამოყალიბებული ტვინის ინფარქტის პერიოდში შესაძლებელია, რომ გაკეთდეს ეს პროცედურა და
უფრო უკეთესი შედეგია მაინც ვიდრე პროცედურის გარეშე. ნუ ადრე იყო შიში, რომ აზრი არ აქვს, უკვე ამდენად დიდია. რა თქმა უნდა, ესეთი შედეგები არ არის, როგორიც გადარჩენა დიდი ქსოვილის, დიდი მოცულობის ქსოვილის დროს, მაგრამ სარწმუნო პროგრესია და ნუ ეს კიდე საშუალებას მიცემს, თქვათ, ჩვენს ცენტრებს, რეგიონებში, სადაც არ არის ეს პერფუზიის სკენი, ვთქვათ, რომ ამის გარეშეც გაკეთდეს კომპიუტერული ანგიოგრაფია, რომელიც არც ისე ძვირი ტესტია და ამის საფუძველზე იქნეს პაციენტი, ვთქვათ, გადაყვანილი ცენტრში. ბატონ ზურაბ, მაინც საქართველოში განვითარებადი ქვეყანაა და გვიჭირს ხოლმე უცებ ადაპტაცია თანამედროვე მედიცინასთან. ამ მიდგომების შეცვლის შემდეგ რომელიმე ქვეყანა რომ თქვა წარმატებული მაგალითი იყოს, რომელმაც შემდეგ უკვე სტატისტიკაში პოვა ასახვა, თუ არის ესეთი მაგალითი. კი, რა თქმა უნდა, ნუ ეს დაწყებული იყო დასავლეთის ქვეყნებიდან და სხვათა შორის დაიწყო ეს ჰოლანდიიდან და არა ვთქვათ გერმანიიდან ან ამერიკიდან პირველი წარმატებული შედეგი ჰოლანდია იყო, რა თქმა უნდა ეს განვითარებული ქვეყანაა. შემდეგი ძალიან კარგი მოდელი იყო ესპანეთში კატალუნია, რომელსაც მეტნაკლებად ზომები, მოსახლეობის ისა ჩვენთან ახლოს არის და ძალიან წარმატებულად განახორციელეს ეს ტრანსპორტირების მოდელი. რა თქმა უნდა, ცოტა ჩვენზე უკეთესი მდგომარეობა ყოფილ აღმოსავლეთის ქვეყნებში, მაგალითად როგორიც არის სიტყვაზე ჩეხია, რუმინეთსაც ის აქვს, რა ქვია, საკმაოდ კარგი სისტემა აქვს. სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვანაირად ცდილობენ. ახლა მაგალითად პოლონეთში იყო ერთ პერიოდი მიმდინარეობა, როდესაც კარდიოლოგები აკეთებდნენ ამ პროცედურაზე. ჩემი აზრით არასწორია ესა, იმიტომ რომ კარდიოლოგები გადასარევები არიან გულში და სისხლძარღვებში, მაგრამ ტვინის სისხლძარღვი მაინც სხვა არის და ნეიროქირურგმა, ნევროლოგმა ან ნეირორადიოლოგმა უნდა გააკეთოს ეს ჩარევა, ასე ვთქვათ რა. თქვენ საქართველოში ჩამოსვლას საბჯეროდ აქვს მიზეზი, კონფერენციაზე ბრძანდებოდით, ან კონფერენციის შესახებას რომ მოგვიყვეთ. ძალიან საინტერესო კონფერენცია იყო. ამის ორგანიზატორი იყო საქართველოს სამედიცინო სპეციალობათა ასოციაცია და პროფესორი გია ჩაყავა არის პრეზიდენტი ამ ასოციაციის და მისი ორგანიზებული რამდენიმე წელია კეთდება. მე პირველად ვესწრები მართალი გითხრათ და ძალიან საინტერესო იყო. ორგანიზატორები, როგორც თქვით, არის ბატონი გია ჩახავა, სამედიცინო ინსტიტუტის კათედრის გამგე მაია ბერიძე, ასევე ბათუმის ნევროლოგიურ სამსახურის უფროსი და პროფესორი შორენა ვაშაძე. დასავლეთიდან ორგანიზატორი ერთ-ერთი იყო ისევ ქართველი, რაც ძალიან კარგია. ირაკლი სულაქველიძე არის ტკივილის სპეციალისტი სიეტლიდან და ისიც ერთ-ერთი თავმჯდომარე იყო. ნუ რა არის ამ ორგანიზაციის მიზანი, რომ სხვადასხვა სპეციალობის ექიმები ერთმანეთს დააკავშიროს და ეგრეთ წოდებული მულტიდისციპლინარული მიდგომა იყოს პაციენტთა და არა მარტო ერთი მაგალითად. ნუ ამ კონფერენციაში მონაწილეობდნენ ნევროლოგები, ფსიქიატრები, რადიოლოგები და თერაპევტებიც. ამიტომ ესეთი ურთიერთკავშირზე იყო უფრო დაფუძნებული ამ სხვადასხვა სპეციალობის. დანიშნულოვანი იყო ჩემი აზრით, რომ რეგიონალური წარმომადგენლობა იყო აჭარიდან საკმაოდ დიდი, ესწრებოდნენ კონფერენციას და მე მგონი საგანმანათლებლო მისიაც შესაბამისად დიდი ქონდა და ნუ კარგია ესეთი კონფერენციები თუ მოეწყობა, აი ამის საფუძველზე ხდება რაღაცა გარღვევების მოხდენა, წინსულა თანამშრომლობის ჩამოყალიბება და ძალიან დიდი საქმეა ჩემი აზრით. წარმომადგენლობა საკმაოდ კარგი იყო წამყვანი ქვეყნებიდან, დიდი ბრიტანეთიდან იყო ერთ-ერთი ლიდერი ფილიპ ბათი, ისრაელიდან იყო ერთ-ერთი ლეგენდარული ნევროლოგი ესეთი ეიმოს კორჩინი და ნუ კიდევ მრავალი სხვა გერმანიიდან იყვნენ ასევე ძალიან ძლიერი წარმომადგენლები და ძალიან საინტერესო იყო და კლინიკური მნიშვნელობა ჰქონდა ჩემი აზრით დიდი. კავშირები ახსენეთ თქვენ და ამასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, რამდენად არის განვითარებული და რამდენად ეფექტურად მუშაობს კავშირები თქვენ შორის, თქვა საზღვარგარეთ წასულ მედიკოსებს შორის, რომლებიც იქ საქმიანობთ და საქართველოში მომუშავე მედიკოსებს შორის. არა, თქვა თქვენსა და ქართულ სტუდენტებს შორის, არამედ კოლეგებს შორის, იმისთვის რომ უფრო ადვილად მოხდეს, თქვა ადაპტაცია იმ თანამედროვე მიდგომებთან, რომელიც ინერგება. კი, რა თქმა უნდა, თანამშრომლობთ, ახლა მე პირადად თანამშრომლობ მაგალითად ჩემს ყოფილ ალმა მანტერთან, რომელიც არის ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკა და შესაბამისად ნევროლოგიის კათედრა, ქალბატონ მარინა ჯანელიძესთან და ნინა მიქელაძესთან და თანამშრომლებთან სხვებთან უკვე
თითქმის 10 წელიწადია თანამშრომლობა გვაქვს და საკმაოდ წარმატებული დავხურეთ ერთი ციკლი რუსთაველის ფონდის გამოვაქვეყნეთ რამდენიმე ნაშრომი და კლინიკურად მნიშვნელოვანი ნაშრომი შევისწავლეთ სუბუქი კოგნიტიური მოშლილობა საქართველოში და გადმოვთარგმნეთ რამდენი ერთ-ერთი მთავარი ნეიროფსიქოლოგიური ტესტი მონრეალის, ანუ მოკა არის შემოკლებით და ვალიდიზაცია გავაკეთეთ ამისი ქართულ ენაზე. მეორე გრანტს ხურავთ ახლა, რომელიც არის ძირითადად სისხლძარღვოვან დემენციაზე და ასევე გადმოვაქართულეთ საერთაშორისო კლასიფიკაცია და შესაბამისად ტესტები, რომლებიც ჩადებულია. ჩემი აზრით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას. გარდა ამისა, თანამშრომლობ ბატონ ალექსანდრე ცისკარიძესთან, რომელიც ასევე ნევროლოგიის პროფესორი და ივანე ჯავახიშვილის კათედრის გამგეა. ეს უფრო ეხება ჩართული ვარ საერთაშორისო კოლაბორაციაში, რომელიც არის ეგრეთ წოდებული თრომბექტომიის მისია 2020 ჩამოყალიბდა ეს ორგანიზაცია 2020 წელს და ესა ბოდიში 2020 წელს და მიზანია რომ გავრცელდეს ეს თრომბექტომი მთელ სოფლიოში, მათ შორის საქართველოს ჩათვლით და აი რამდენიმე თვის წინ ამ კოლაბორაციის პროდუქტი დაიდო, უკვე ნაშრომი გამოქვეყნა და ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ხელშეუწყობს კიდე რომ ეს მისადგომი იყოს ეს უდიდესი უმნიშვნელოვანესი პროცედურა მთელი საქართველოსთვის და მთელი სოფლიოსთვის პრინციპში.